გასულ ეპიზოდში თქვენ ნახეთ. გიორგის გარეშე დარჩენილი თამარი რევანშისთვის ემზადება. რო წავიდა გიორგი, ხა ეს არაადეკვატური გახდა ეს გოგო, აღარც გურობა ესმის, აღარც გადაკვით ნათქვა. შერკინება სუსტი სქესის გარეშე. შენ აირჩევ ნებისმიერ ერთ-ერთ გოგონას, რომელიც ერთი დღით წავა ძალიან ლამაზ კუნძულზე. შხაბი, მასაჟი, ტეკილა და რბილი საწოლი. ცივილიზაციამ გოგონები გადარია. შვიდმა საყრჩობელამ ორნი შეიწირა. დათომ და შორენამ კუნძული დადობას. შენ გადაწერე სხვისგან, ეს არის დარღვევა და ეს არის დისკვალიფიკაცია. შენ ქონდა ცდომილება, შენ ტოვებ თამაშს, შენ ტოვებ კუნძულს. ორი ხმის უფლებით შეიარაღებულმა თამარმა ნათიას ღალატი არაბადია. ისინი მხოლოდ 4-ნიღა დარჩნენ. ეს არის კრაბების დასაჭერი ბადე. რომელიც დავაკეთეთ, დავუკეთეთ. არები, ია. ამ პალეფურ სახნა არა გვაქვს. ია პროსტო ესე შევიდნენ და იღბალზე ვაკეთე. ან ღამე ამ დილით რაღაც იქნა, მანამდე თუ არ დავფიშკეთ ხელში შიმშილი. შეიძლება არც იყოს არაფერი, თუმცა ცარიეზია, პრიმანკა არ არის. მაგრამ ისე მალე გატყო. არის ვარ გამოვიყვა რა. არა, გაფიქრე. ჩინაში რატო დავს? ხალხო. აი კრიათ მაგაზე. არავინ არ დამასახელა მე. აი და თუ რატო არ დამასახელა, ეს უკვე თვითონ განსაჯეთ. ესე იგი გინდა თქვა რომ კაი ტიპი ხარ, ხან არავინ არ. აბა ცუდი ტიპი რო ყოფილიყავი, უკვე თბილისში ვიქნებ. ესე იგი ვინ წავიდეთ? ბიჭო, არც ხვები იყვნენ ცუდი ტიპები ის. ანუ ვიღაცამ წააგო რაღაც შეჯიბრი, ხო? გინდა სტრატეგია აიღეთ, გინდა ჭკუა აიღეთ, გინდა ძალა აიღეთ. ფაქტია რომ ის ვიღაცები აქ აღარ არის. აი რატო ეს უკვე განსაჯოს ვიღაცები. თუ ახლა რო ამბობს რომ საუკეთესოები ანუ ისინი სუსტები იყვნენ და წავიდნენ. არა, თუნდაც ეს მაგალითად არ თვლი მე რომ სუსტი იყო პირიქით. გიორგი არ იყო არანაირად სუსტი. მე გიორგი მე არ გამიგდია. ხო, მაგრამ წავიდა რა. საზოგადოების ვახოს წყალობით. ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი პროვოკატორი ადამიანის მიერ. ამ შემთხვევაში ქეთის გულისხმობ. რომელმაც უბრალოდ გადარჩა აქამდე რომ მოაღწია და ეხლა უნდა თავის გაправება როგორც იტყვიან რა რომ აი გასტოინად მოვედი მე აქ და არავისზე არ ვიყავი დამოკიდებული. მას უბრალოდ გაუმართლა არ ვაქ მოვიდა რა. ძალიან ჭირინე რა, ეს თქვენი ინტრიგები თქვენთვის დაიწყოთ. ეხლა გვიანია მაგაზე საუბარი
არა, კაცი რო წავიდა, ეხა ნუ ლაპარაკობ რა. ეხა გინდა კაი ტიპები გამოხვიდეთ. ხო თავის დროზე გეფიქრათ რა. თავის დროზე არ ჩამოვარდნილ თემას ლაპარაკობ. თემაზე არ დაგეწერა, ვიზიადებს იქნებოდა ახლა. მე გიორგის არ უწერდი და მინდოდა რომ წასულიყო. და იცის ეგ იმ ადამიანი. არ მიმაჩნია სერიოზულად ეხა ისეთ გოგოებთან კამათეულს ქეთია, რომელიც მართლა აფს არ აკეთებს და უბრალოდ სხვა აბრალის რაღაცებს რა. ბევრს რაღაც წვლილი აქვს რაღაცაში. იმსაც მე სიტყვაზე. ანუ მე სიტყვაზე შეიძლება არ მომიგიარს ეს იმუნიტეტი, მაგრამ სხვა რაღაც საქმე მაგაკეთებული რა. ანუ აი ეს კრიშა სახლი აქ ავაშენე, იქაც კრიშის გამო არა მე ავაშენე. არა, სიტყვაზე ვიზახდი რა, ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის. და იყო ყოველთვის. ეგრე აბა დავთან ყველა ის მოგოგები და თამაში, მაგრამ ვერ მოვიდა აქ. იმიტომ რომ გუშინ წააგო. კრიშა, გუშინ წააგო. გავიგე. და შენ რა მთელი დღე პლაჟზე იწექი და ზაგარს იღებდი სულ. რაღა მეკეთებინა. რაღაცა თამუნახო აკეთებდა, აი კოკოს ხეთქავდა, რაღაცა აკეთებდა, აქტიურობდა. კოკოსი როცა მე მინდოდა თუნდაც ზღვაში ჩადიოდა თევზის საჭერაში ეხმარებოდა ბიჭებს. შენგე წამოწოლილი და ზაგარი და თან კონძულ რავაზე რომანტიკულ საღამოებს ატარებდა. კიდე მართლა მადლობა თქვი რომ აქ ახარტო. ვაიმე, დიდი მადლობა ვახო რა. არაფერს. კრიშა გადახურა და მაგაზე ლაპარაკობს მთელი. დიახაც რაც გადმოვიდა. ქეთი ვაფარი, აი შენი დამსახურება. მარტო მე გავაკეთე. როგორ გეკადრება? ყველა აქ იყო ბიჭები, შეერთება იყო და იმას და გადახურა. იმიტომ რომ ვიღაცას ხო დაეკავებინა ჩემთვის ჯო. კრიშა ნუ გადამრიე. მე ვიყავი ამ არქიტექტურის ისა. კაი. ნუ არ პლაჟზე არ ვიწექი რა შენსავით რა. რაღაცები თავში არ აგივარდეთ. ხო რა პლაჟზე არ ვიწექი შენსავით. პლაჟზე არც მე არ ვიწექი, ალაგებდი იქით საჭმელებს. გასალაგებდი, კაი, ეს არის გადახედე. საჭმელებს. საჭმელი სათქონდა. იყო, მაგ დღეს აკეთებდით თქვენ იმას, კრიშას. მე დავახოს არანაირად არ ქონია არასდროს საერთოდ შეხება. ფაქტურად არ ვიცნობ მაგ ადამიანს არანაირად და შესაბამისად ალბათ ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აი ჩვენი კონფლიქტი. ანუ ალბათ ვერ უგებთ ერთმანეთს როგორც ადამიანები და ალბათ ერთჯერადაც ვერ გაუგებთ. თუ რამ დასასვენებლად არავინ არ ჩამოსულა, მე ჩამოვიდა. თავი არავის არ მოკლა შრომით. ისვენებდი და ძალიან ბევრი ბიჭები ისვენებდით. შენი ძახი მაგას, ხო პლაჟზე რომ ზაგარი მიიღე 5 კილო. მე ნუ მაყვედრი რომ მე რომ ზაგარს ვიღებდი შენ ამას აკეთებდი. აკეთებდი შენთვის. წვიმა წამოსულიყო გნახავდი რა. შენთვის გაიკეთე, დავითთან თავისთვის გაიკეთა. ფინკი აქ იყო და ირაკლიც აქ იყო და გეხმარებოდა. ვახო თავს იცავს რომ ის რაღაცას აკეთებს. მე ხა არ დაუკარგავ რომ ვახო რაღაცას ცდილობს რომ თევზი იჭიროს რაღაც, მაგრამ არც ისე არის საქმე როგორც ის ამბობს. ანუ ის უფრო მეტად უნდა რომ გამოაჩინოს თავისი ნაჯაფი ასე თქვა და ნაშრომი ვიდრე ის რეალურად არის. რამდენჯერაც მე სადევზაოდ ჩავედი, იმდენი შენი რა ახლა თქვა? რა უნდა თქვი აბა? მაიცა რა. მაიცა რა შო ვერ დავიჭიე, მაგრამ ხო ჩავედი. თევზის ჭერა. რა შუაშია, რაღაც ცდელობა უნდა ქონოდა. თევზს ვერ იჭერ, ხო? წასულიყავი ტყეში გეპოვა რაღაც. რაღაცები რომ ავიტანე, რაღაცები. კუნძულიდან. ჩათვალოს ეგრე რომ აფერ გამიკეთებია, ხო? მე მაგით აფერ დამაკლდება. მე ხო ვიცი რომ მე მართალი ვარ. всё, ამიტომ სუფეხებზე მკიდია, ხა მაგი რას იტყვის ჩემზე რა. მართლა არ მაღელებს. იმიტომ არ მინდა აქ ყოფნა, რომ რა, ინტრიგანების ის. რა ვინ, მე რატომ მოხოდი? წავალესებ ტყეში ჩემზე რაღაცას ვიპოვი შევჭა. წადი. ო, არა ბიჭო. არა ვახო, აქ ინტრიგანი რომელი ვარ? აი, ამან დამიწყო რაღაც ეგეთი ბაზარი. ისე ვარ რა, რაღაც ესე უყურებ ცოტა ზემოდან ამ ყველაფერს რა, არ ვიზილები ამ რაღაც ავანტიურაში და რაღაცაში. სხვები ძალიან დამოკიდებული არიან ამ რაღაცაში, თუნდაც ეს გოგოები, იგივე ქეთიან, ის ნათია, რომელიც იყო. რაღაც პირიქან შეკრულეს ვიღაცის წინააღმდეგ იქოქებოდნენ რაღაც. სუფეხებზე მეკიდა. მე ვიცოდი რომ მე არ გავარდებოდი. არა, ვიქნები, просто მე არ ჩემსკენ არ მომმართოთ, კითხვა არ დამისვა. მე ბოდიში. всё. აცი. გააგზერეთ საუბარი ვირավոր მოვიდა. ისეთი ხარ რა, თითსაწევთ მე გელაპარაკოს კაცო. ნუ ველაპარაკები საერთოდ. არც დაგელაპარაკები. всё, არ მინდა რა, აქამდე ისე ვიცხოვრე რომ არ შემოსვა კონტაქტი შეთავაზა. აი ხა ესე არ გავაგზავნე. შემოსულარ, მაგრამ ეხლა მოხდა და ეხა აბსოლუტურად ერთი ხელს შემოვედი და ისიც მაგარი მივქარე რა. მე ვატყობ რომ ჩვენ უკვე ბოლო ძალები გვაქვს, აი უკვე წკიპზე ვართ რა. რომ აი არ შეიძლება გავგიჟდეთ, აი ეს ბოლო საათებს ვითვლით ისეთი აუტანელი გახდა ჩვენი ყოფა უკვე ამ კუნძულზე. ჩემზე ნუ საუბრობ რა. აი შენ ნუ საუბრობ ჩემზე. ვაიმე. აი ჩემ რეალურად ისეც მინდა იმაზე ვისაუბროთ და როცა მინდა და სადაც მინდა და როგორ. იკრძალავ ჩემზე საუბარი. შენ ვერ ამიგზავნე მე ვერაფერს ვახო რა. იკრძალავ. ვერ ამიგზავნე. შენ ვერაფერს ვერ ამიგზავნე და იმით.
ტრიშა ხახლი აქავა შენ იქაც მე აქ ერთი წუთი არ წოლი ვარ და ერთი დღე არ გამიგარი აქ მეძინა ქვევი რა ჩემი სახია მე ვეკია შემოსული ყავი მეგათ არ გამომგონია ხო აი რა საჩენ რა ვარ გამომგონი ვინ მაყვები რომ მე რომ საგარშუდები შენ ამას აკეთებ აკეთები შენ უცნაურად წამოსულიყო რა ხავ ნიგარი უწე ყველაფერი კარგად იქნება პირო დავიყვობოდით ნიგარი მერენა მაინც ყველაფერი კარგად იქნება დალკობის შემდეგაც რა მერის შემიშინეს ისეთ ხარი ამოვარდე რომ უფრო რო გაძლიერებულიყო ამ თქვენს ხის სახლს ნიფნიფის და ნუფნუფის სახლივით ახდიდეს სახურავს და გაგვაფრენდა არ ვიცი იამაიკას ფაქტია რომ აქ წევარ და არ გვაწმოს დავქნა მეტი პირველი დარტყმა გადაიტანა ამ სახლად ახლა ფუტბალიანი მიწისძვრა და რაღაც ცუნამი რო იყოს მაგას ეს სახლი კი არა ისინი ვერ გაუძლებენ რა თქმა უნდა twins-ები რო დგას იქ კუალა-ლუმპურში ჩემი ბიჭების აშენებულმა საამაყო სახლმა გაუძლოთ 10 წუთიან შტორმს და ახლა 20 წუთიანი შტორმს ალბათ ვერ გაუძლებდა იმიტომ რომ შეიძლება სახლმა ვერ გაუძლოს სახურავი ახადოს ყველგან შრალები კი ცოტა ჩამოწვეთა ბიძია მაგრამ ესე ყველგან წვეთავს ხოლმე იგაც აი მზე გამოდის უკვე დავჭირე ეი გარი ხა ნუ გაშინია არა არ მეშინია მე რა ვხედავ ბნელა ამის დედავატირე აი არ ჩაძურეს რა არა არ ჩაძურებ ერთი წუთი მომეცე წული ჯოხო მან გადი ეგ ვაფშე უნდა დაგვეტეხა მე ხორცი მიჩმევა ერო მანდა მოგონი მოყდა გადი მაიცა წამოდი მოდი ფიქი მოდი არ მოკლდა არ კლავ კაი აჰა всё დავადე ესა აქეთ გამოვრეკე მახე დაუგოი всё მანდარი ხედავ უყურე აი სიჭენ კრაბი არის საერთოდ მე მოუკრა აუ ვახო ის კრაბი სად არის კიდე სხვა აი პატარა ფეხების ადგილი ერთლიანია ცოცხალია თუ პატარა ფეხები რა პატარა ფეხი? აი წვრილი მოიტანა მეფეს მოხარ. ნახე ორი ფეხი კი არა ცალკე ფეხები მოძრაობს აი ცალკე აუ ბიჭო გაიტენა ეს ჭიქა და ხელი აღარა ხო დაღარა აუ იგოს კრაბებით დაპურება ერთმანეთს თან უკვე ისე მინდა რომ ვიღარვი თან აი ტეხავ თან რაღაც საკეთვის ერთო ეს მოწყვება რასაც კასავით
არა, ცოტა აკალდა. მაინც ცოტა ის. ხა ეს ნახოთ. უხარშული თუ არა? უხარშული. ხორცი შავში. გაზღობა ქვია კავზე. ვაი, რაღაცა ხომ მიეწოდა. კია. ძალიან გემრიათ ვისიანონე. ამას ქვია ზამარილი ჩირვიჭკა. ძალიან კარგი იყო, მინდა გითხრათ. ეს ვარ გვეპოვა ეხათ, ნაღად გკვდებოდით. აი ხომ ის გავათვის მინდა და შემეში დავნერვი. აბარა სასაშიში არის და. აუცილებლად. ბოლო შეჯიბრი. და ეხა უარესი მომენტია. ან ძალიან რთული ის იქნება ეს ბოლო იქნება საშინლად რთული შეჯიბრი ალბათ. ყველაზე ის იქნება ხარ არის შეიძლება ყველაფერი იყო შიგნით ჩადებული ძალად და გონებაც და მაშინ რა იქნება იცი? ერთი მატლი იქნება. აუ არა ეგეთი არცები არა. რაც კი გავიარეთ ყველაფერი. გავიარეთ ყველაფერი. ერთი მატლი, ერთი ფიხების დაკიდება, ერთი რაღაც ასოები დამახსოვრება. და ერთი ჩამოჯდომა იმას ყველაფერი იქნება. გავიჭერდეთ. მატლზე აჟრიავა. ვახო, თუ როგორც შენავე კომპლექსური შეჯიბრება იქნება, ანუ ყველაფერი ცოტ-ცოტა. შეიძლება მე უფრო თქვათ, მაშინ გამიადულდეს თუ ეგრეა. შენ რა ხდება, აი ხა ხდება. შენი გაგიადვილეს ეს ოფერი გააკეთე, შენ უკვე იმას აქენა. მე აი ხლა ბოლო გადამწყვეტ იმაში გავაკეთე აკუმულაცია მთელი ჩემი. აჩ ესე მგონია, არ ვიცი, ხა ყველას თავისი ის აქვს რაღაც, არა თავისებად ფიქრობს რაღაცებს. დღეს უფრო ისე სვეჟად აგვიზნობ თავს. არა, შენ მაშინაც ხო ბოლომდე იბრძოდა, მაშინაც ხო ძალას კარგავდი. და ენერგია მომენტში არ ხარჯებოდი. არ ვიძოდი. ნუ ერთადერთი იბრძოლა ანუ იმას. რაღაც იმუნიტეტები არ მჭირდებოდა რა. 90 არა, როგორ არ მჭირდებოდა ვა. არ მჭირდებოდა. აჰა, ხუა ვერ მოვიგე, რატო არ გავარდი? იმიტომ იცოდი რომ არ დავიწერებოდი. არ ვიყავი ვიღაც დევგმირი, არც ვიღაც ლიდერი. შეგნებულად ვაკეთებდი ამას, რომ ვიცოდი რომ ლიდერებს ადრე თუ გვიანაკ ერხევად და ყრიან, არავის არ მოწონს რომ ვიღაც გამორჩეულია. აი ესეთის თამაშია რა, ასეთ ნუ ცოტა ესეთი არა სამართლიანი, მაგრამ მე ვიცოდი რა, სად მოვდიოდი და რა ხალხში მომიწევდა და რა ფსიქიკის ადამიანებში ყოფნა და ამიტომაც სწორედ წარმართე ჩემი თამაში და დღეს უკვე მაქსიმალურად გამოვიყენებ ყველაფერს და მოვუგო შენ ამას. თქვათ მაგიტო ვერ გააკეთეს ყველაფერი, რომ თავი ვიღაცისთვის დაგენახებინა, რომ შეხარ სუსტი და არ გაგძალა. ზუსტად აი ესე იყო. ძალიან კარგად ჩავატარე, მაგარი გაყოფილი ვარ ჩემი თამაში. მე რატომღაც არ მჯერავ, ხო რომ შენ ეს ყველაფერი ესე. აი დღეს ნახავ, დღეს დაინახავ. მე ამას ვარქმევ ნიჩესნი. რაღაც კინა ის დაარქვი, კაცო, ჩემი ტაქტიკა. მე არ მესმის მაშინ იდეა და აზრი აქ ყოფნისა, თუ არ დაიხარჯე ბოლომდე, თუ იგივე ის გახურება გინდა დაარქვის ყველა ეტაპი, რა ჩვენ გამოვიარეთ, თუ ეს გახურება არ არის, იმ ბოლო მომენტამდე, გადამწყვეტ მომენტამდე, ვინ როგორ ფიქრობდა მოსვლას, მე არ ხვდები.
ცოტა სხვანაირად მოიქეცი ვიდრე მე მეგონა, მაგრამ რა რაღაცებში მოიქეცი სხვანაირად შეგიძლია. ну თუნდაც იგივე თქვა გიორგისთან დაკავშირებით. ის დაკავშირებით მე არ ვიცოდა, მეც მეორე გიორგისთან. ვახო, რაღაც როგორ დავიჯერო. ისეთ მომენტში იტყვი რომ აი მე ესეთი თურმე მთელი თამაში დაგეგმილი ქონია და შენი სტრატეგია შემუშავებული, მეუნები რომ იმ მომენტში ვერ მიხვდი რომ ხმები გაიყოფოდა და გიორგი გავარდებოდა. დაუშვათ აი ეს ეხა აბსურდული დაუშვათ, მე რა. მაგას ვარ მეგონა რომ შენ ხელებს დაიბანდი. პოსტო მე ხელი არ შეუშალე, მე უფრო მეტი წიხლი კი არ დავაჭე და დავზირე. გაწერე წავიდა რა. ამით არც აფერ დამოკრა არც აფერ იცოდი რომ ესე იქნებოდა, ხო? არა, მე გიორგასთან სხვა ისენი რაღაც მქონდა, პირადი რა შოტები ქონდა, რა არა, შოტები. რაღაცაზე ვიყავი ნაწყენი და იმიტომაც რა, ყველაფერს ვერ ვიტყვი. მე ვთქვი გიორგი მე მიღალატა ერთხელ. მითხარი. არ იცი შენ, ხო ვერ გეტყვი რა. ვა. იმიტომ რომ არ არსებობს. არ ეს აი გეტყვი მე. არ არსებობს. და შენს გიღალ და მთელ ამ შენ ყოფილ ჩრდილოეთს უღალატ. რაღაც ეტაპზე იყო ჩვენ მეგონა და ბოლომდე მაინც არ ვენდებოდი, რატომაც არ ვიცი. მე ჩემი ისა პირადი შეგრძნება. აი მორჩა ხა ზედმეტ მედობა და ლაპარაკი. საქმეების. დავაი ადგა ხა ყოლა, ადგა ჯარი, პინკი. ვფიქრობ რომ მართლა ბრძოლა გადარჩენისთვის უკვე დამთავრდა და ეხლა დადგა ეტაპი, როდესაც იწყება ბრძოლა გამარჯვებისთვის მართლაც და აი ამ ბრძოლისთვის ვინ როგორ შემოინახა თავისი ძალა და ვის როგორ გაუმართლებს თავისი ტაქტიკა, რომლითაც აქამდე მოვიდა, ალბათ ეხლა გამოჩნდება. კეთევანი, თამარი, ზვიადი და ვახტანგი ისინი სულ 4 დარჩნენ. ამ 4-მა უკვე მოახერხა 13 თანატომელის კუნძულიდან გაძევება. დღეს ერთ-ერთი მათგანი თამაშს ისე დატოვებს, რომ კუნძულიდან არ წავა. დღეს ფინალში გასასვლელი პირველი საგზური თამაშდება. გამარჯობა. თქვენ დარჩნით 4. და მხოლოდ ერთი თქვენგანი გახდება უკანასკნელი გმირი. თქვენ ისე ახლოს ხართ უკვე ფინალისგან, როგორც აქამდე არასდროს ყოფილხართ. დღეს გათამაშდება პირველი საგზური ფინალში. დღევანდელ თამაშს ქვია პირველი უკანასკნელი. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე დიდხანს გაჩერდება ამფიცერზე. ვინც უკანასკნელი ჩამოვარდება ამფიცრიდან, მიიღებს პირველ საგზურს ფინალში. და თქვენ შორის პირველი იქნება უკანასკნელი, და თქვენ შორის უკანასკნელი იქნება პირველი. წარმატება 4-ვეს, იბრძოლეთ ფინალის პირველი საგზურისთვის. დროის ათვლა დაიწყო, ასე რომ თამაშიც დაიწყო? მოდის. არა. ლიმონად. დასასვავ. ნატახტარის ლიმონად. შეგიძლია ჩამოხდე დაბრუნდე თბილისში დალე. ყოველთვის მოვასწრებ. მოვასწრებ და მოგვიწდის ლიმონად. ხარო ხელავს, ხო? თავუგეხი. ხოს არ უნდა მოდი ვა. მიდი, ზვიად. არ მყვება არა. მარჯვენა ფეხი გითამაშებს. მე ვათამაშე. დაიღალე. ძალიან. ფეხები გვიკანკან. შეგვიძლია შევეხოთ ერთმანეთს? არა. არ გადააგდო და რა გინდა თქვენი. მარტო თამარი იღიმის.
დაარჩები სერიოზულები. ღიმილი ცხოვრებაში მეხმარება. შენ ღიმილმა მოგიყვანა აქამდე. აი ვახო რამ მოიყვანა აქამდე შენი აზრით? მე ვაღიმებდი. თამარ შენი აზრით დღეს ვინ მოიგებს? მე მოვიგე. ზათ ვარო ვიდგე 3 დღე. ოღონდ უეჭველი მოგებული ვიყო და პირდაპირ აქედან ამიყვანო და თბილისში გამაფრინე. მოვდივარ. მოდი. ყველაზე რთული ეტაპი გონზე. მოდი. აი თუნდაც ესე ვიდგებდი ვარდე. ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. უკვე აი ამ ერთ ფიცარზე ვინც გაჩერდება ყველაზე დიდხანს, ანუ ვინც ჩავარდება ყველაზე ბოლო. ის უკვე ხდება ფინალში. როდესაც მე მოგცემთ ნიშანს, 4-ვე გაუშვებთ ამ ჯოხებს ხელს. 3, 2, 1, გაუშვა! ვახო პირველი გამოვარდა უკვე. კეთი მეორე. კეთი ვახო ორივე ნაპირზე აქეთკენ. ჩემო ტალღამ დაგატყას და ჩავარდი. არის შანსი? შენს შეიძლება დაგატა. ქარი გიბერავს იქიდან, გიბერავს ქარი, მე არ მიბერავს, მე აი ეს ხში. აი მე გავარ კარგად, შენ გიყავს ტალღა ფეხის გულზე გევუტუნება. თვალებს შემოხედა. არა. თვალებს შემოხედა. არა. აი წინა ფეხზე გადმოიტანე ძალა. ესე იგი უკან ფეხი დაგეყალე, ხა წინაც დაგეყოლო, მე ჩავარდე. ეხა ისე უკან გადაიტანე, ესე იგი წინა უკვე დაგეყოლე. არა, მე შანსი არ არის, ამას ვერ გავჩერდი. დამარი ფინალში ხარ. არის! შეგვიძლია ჩამოხდე. არ ჯერა! არ ჯერა! გამოდით. თამარ, შენ გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ გამختارიყო უკანასკნელი გმირი და შენ ამ წოდებამდე დაგჭა ერთი ნაბიჯი. ფინალი, რომელიც უკვე შედგება თბილისში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ტოვებ კუნძულს. შენ ისე ვიქნები, შენს თანატომელებთან ერთად და იცოდე, რომ ამ 3-დან ერთი შენი კონკურენტია. კიდევ გელით კიდევ ერთი თამაში. იმისთვის რომ გამოვლინდეს მეორე ფინალისტი. დავარ გილოცა. შენ გაქვს შანსი რეალური გახდე. უკანასკნელი გმირი.
მიულოცეთ. ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს თამაშზე, სადაც გამოვლინდება მეორე ფინალისტი. დაბრუნდით კუნძულზე. წარმატება ყველას. თამარ გილოცავ კიდევ ერთხელ. არეული, გამიხარდა საშილა და ამჯერამედ გიყვიროდი. თან ჯერა. არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. აი, ძალიან გარია მაგრამ ციცი და პირიქი ერთად. ფიქის თვალში არ უყურებდი. ფიქი ძალიან ცდილობდა, რომ მეძახდა რომ შემოხედე თვალში, არ ვიცი რა დამიბრიალებდა, რა შემაშინებდა, არ ვიცი, მაგრამ არ უყურებდი. ეს წერტილს უყურებდი და აი დავშეშდი. ფეხებში ვზნობდი რომ მქონდა, მაქვს ძალა და აი რომ გადაიხარა მარცხნივ, ხო? აი მივხვდი რომ შევარდება. ჩავარდა რომ ზუსტად ჩავარდა რომ ნახე. აი ეგრევე всё, მეთქი მოვიგე და ცოტა ხანი კიდე გავჩერდი, მაგრამ აი დედა ამოდიოდა შიგნიდან რაღაცა სიხარული და იმან გადმომაგდა. ვარ პირველი ქართველი ადამიანი გოგოთანაც, რომელიც შეიძლება გავხდე უკანასკნელი გმირი. აი ხა ვართა ის ხაბაკლე რომ რაღაც ცოტა აფრინე გადავიდე ზემოდან დავყედოთ ესე ჩამოვალ მე. ცხოვრება შვენიერი, აი რა ვიცი, არ ეხა როგორ ენერგიაზე ვარ, აი საედან ეხა უცბათეს ყველაფერი, აი კიდე ერთხელ ვასკვნი რომ ყველაფერი არის აი ტვინზე დამოკიდებული რა, ტვინი. აი ნუ არ ვიცი, არა რა თქმა უნდა, მართავს ყველაფერს რა. აი ვახოს თუ არ გაუხარდა. და საწყენია რა თქმა უნდა, მე გამიხარდებ. არის ხური ჩამოუშვა რა თქმა უნდა. მიულოცა მე ოჩაღი გოგო გამოდგა მე პირად მე თავი ვერ შევიკავე და ჩამოვარ. ბიჭებო ვახო და ფინკი რატო ხართ მან? ან მარტოდნენ ბიჭები. ხო რაღაცა ძალიან დაიგროვე ნახე შენც ჩამოვარდი, მაგრამ შენ ესე რო არ დაგროვე. ამ ნაკროვარი ჩვენთან ერთად რაღაც უკვე ის უფრო სხვანაირად გრძნობს თავს, უკვე გამარჯვებულია. რაღაც ისეა აქ ხასიათზე ჩვენ კიდე ჯერ რაღაც ფიქრობთ, ხა ვინ იქნება მეორე ფინალისტი, რაღაც მაინც ჯერ კიდე შანსები ყველას გვაქვს. რაღაც ფიქრობ ხა რა იქნება, როგორ იქნება. თამამრაზე თავი ქუჩი აქვს, აქ ხასიათზეა. რა ვიცი. ვახო პირველი ეს ჩამოვარდი და რატო იზუზებო ვერ გავიგე რატო უყურებო. ანუ აქ არ იყო ძალაზე რა, ეს იყო წონასწორობაზე და გოგონამ იმიტომ გაიმარჯვა. ქალებს სიმძიმის ცენტრი სხვაგან აქვს, ქვემოთ აქვს და უფრო ეხერხებათ რა, ეს კაცები ცოტა ისინი სხვანაირები ვართ, სხვა აგებულება გოგ და არ თუ ეს ძალაზე იყო, ეს იყო უბრალოდ იმაზე, წონასწორობაზე. არა, ვახოს გონი გაუჭირდა და რა. გონი ყველაზე დიდი ზომას ფეხია. წვრილი ფიცრიდა. ადარი ჩემი იმუნიტეტი. ჩემი სიცოცხლე. ეხლა ნათელფერებში არა, ის იმუნიტეტი რაღაცნაირი მუქი ფერი იყო და რაღაცა ღია ფერია. ყველაფერზე ძვირა ფასი, ეს იმუნიტეტია. აი შეგზება, მაგრამ უკვე ვარ გამარჯვებული. აი ეს აღარ მახსოვს, რომ მეორე ეტაპი მაქვს რა, კიდე ანუ თბილისში იქნება ფინალი და იქ მე უკვე გადაწყვეტს ხალხი, იმიტომ რომ მე ჩემზე დამოკიდებული რაც იყო ის გავაკეთე და აი ხა მაქვს ისეთი გზობა, რომ საერთოდ გავიმარჯვე. ჩვენთვის ხო ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ახოთ ახლა მე მაინდა-მაინც ახლა თავს არ ვიჭრით, ხა რა იქნება, რაც იქნება იქნება. უნდა გამოვიდე და ვიასპარეზო.